გამარჯობა. ხალხნო და ჯამაათნო. მოვედი სამსახურიდან, არის 6 საათი, უბრალოდ იყო 6 საათი, ზუსტად 6-ია. ნახევარი საათის წინ მოვედი დაახლოებით. დავლიე ყავა. და ეხა მაქვს საქმეები ხვალის. და მოგიყვებით, სანამ რამე რუმეებს გავაკეთებ, თან მოგიყვებით, იმიტომ რომ ხო იცით რომ ისინი ხართ ჩემთვის რა ქვია, თან დრო რო გაგყავ, გემრიელად, თქვენთან ჭორავებ და საქმეს რო ვაკეთებ. ერთი მინდა გითხრათ, აი აქ ცოტა აქ დავდგები შორს. უნდა რაღაცა გითხრათ რა. რაღაცები უნდა გავაკეთო. და გულს ვიმშვიდებ მაგით, რომ ჯერ რაღაცები მაქვს გასაკეთებელი. მაგ რაღაცებს რომ მოვჩები, ყველაფერი გამწოვი მაქვს. შეგიძლიათ ჩემი ქალობა დაძრახოთ ეგეთი. ეხა დაბლა ჩამოვწე. ეტყობა ფერი. ნუ იმაში აღარ ჩაგახედებთ აქ რა ხდება. მაგრამ გულს ვიმშვიდებ რომ ჯერ ეს მჭირდება და ესეც. და იყოს. ეხა გამოვწევ ცოტა აქეთ. ამასაც აგიხწერთ რა არის. ნუ ამ კედელის გაწუწვას არა უშავრა რა. აღარ ესწლება ეგ. ამასაც რემონტი უნდა ლაითად. მაგას მე მიხედა. მაგაზე თვალე დახუჭეთ. გადმოვინაცვლოთ. ჭურჭელი არ მაგას არ ეცხი, მაგრამ ჩამოწიე ცოტა. აი ეს. არ ეტყობა ეხა თორე საშინრებ. ესენი არის აი ესეთი პრიალა. აი ესეთი როგორც პრიალებს და არის შავი. ანალოგიურად ესეც და ესეც. თეთრებიც პრიალებია. და ნუ თეთრები ოდნავ მატოვია, მაგრამ ძირითადად პრიალებია. ამიტომ როგორც შუშას უნდა ისე უნდა ამას წმენდა. გადავწყვიტე რომ ვიყიდო შუშების საწმენდი სითხე. მიუხედავად იმისა რომ წყლითაც კარგად წმენდავ, მისი სუნი მომწონს და რაღაცა სისუფთავისთან ასოცირდება. მაგალითად დღეს და გუშინ ცეხში, იქ თევზების ცეხში შუშები დავწმინდე. ვისაც ახლიდან გადახვევას აპირებს და მოსმენას თუ თევზის ცეხში შუშები რატო დაიწმინდა, გეტყვით რომ თევზის ცეხში გვაქვს ასეთი თეთრი კარებები, რომელიც ყოველდღიურად იხიხება. ჩვეულებრივი გიფსო კი არა და რა ქვია იმას, მეტალოპლასმასის კარებები, რომელსაც დიდი შუშები აქვს და ყოველდღიურად რო ირეცხება, მე ყოველდღიურად წკრიალდება შუშები. და იმ სითხის სუნი სიამოვნებს და ეგ უნდა ვიყიდო. ამაზეც გავუმადგება და ესე რომ დავკრუგი ჯერ ამით დამეწყო ესენც საშინელ მდგომარეობაში. იატაკით საშინელ მდგომარეობაში, მოკლედ აღწერას ვაკეთებ. დავტრიალდეთ, ნუ მაცივარი წინა კვირას მეტალაშა ვქენით. ხო და ბევრი რო არ ვილაპარაკოთ, მოდი ეხლა დავიწყოთ რაღაცების გაკეთება. და ეხლა თან გეტყვით რას ვაკეთებთ და რატო ვაკეთებ. მოდი პირველ რიგში დავჭრი ბადრიჯანს, რადგან ბადრიჯანს უნდა მარილის მოყრა მერე და ცოტა ხანი გაჩერებ. ხვალ ყავს სტუმრები. ხვალ ჩემი დაბადების დღეა, მაგრამ მე მყავს ხვალ სტუმრები, რომლებმაც არ იციან რომ ჩემი დაბადების დღეა. ამიტომ ანუ მოკლედ ჩვენი ნაცავები ყნეს საზღვარ გარეთ ლაშას მხრიდან ნათესავები და იცი ვინები? აი ბახში რო გადავდივარ ხოლმე და ჩვენი არ არის მეთქი რო ვამბობ და უკან. ნუ მას ესე. ხო და ამდენი ხანი აქ არიან ამ სახლის რემონტის ამბავზე დარბიან, მიდიან, მორბიან და ვეღარ მოახერხეს ის რომ ერთად შევიკრიბოთ თუ რაღაცა მსგავსი. ხო და რადგან შაბათს თუ პარასკევს მიდიან იდეა ისაქნეს რომ ხუთშაბათს შევიკრიბოთო, ხუთშაბათს ვიკრიბებით აქ ჩემთან ბიძინაც ამოვა, ნანიც მოკლედ ლილოდანაც ამოვლენ. ხვალე ჩემი ძმაკაცის დაბადების დღეს არის, ჩემი მამამთილის. ხო და ხვალე სტუმრიანობა მაქვს რა. ხო და ამ სტუმრება არიცია რომ ოჯახში ორი ადამიანის დაბადების დღე და მაგაზე უნდა გაცინოთ ეხლა. ეს გავრეცხოთ თან. რა არაზე უნდა გაცინოთ?
აბა აქედან არა დაცურდებით შანსი არა მაშინ 2 წუთი დავაპაუზებ რომ ბადრიჯანი გავრეცხო ოპა მატონის ხმა იმედი არ შეგაწუხებთ წყალი 2 კვირა წყალი მოგვდის და არ დაწყვეტილა ხო და ესა ეხლა მაინდა-მაინც ეხლა მოუნდა დაწყვეტა როცა მე მაქვს საქმე და აი ეს ვერსად ვერ შევაკონციალე რა თმები მაქვს ნესტიან მარილი მოვიტანო და ეხლავე მოვიდე სინი შაშან ვიყავით რესტორანში თუ ვისაც გახსოვთ რემონტი გქონდა ჯერ აი ტყვი 6 საათამდე სუხოხვით მივედით რომ გოგოვის ოთახსა რემონტები მე და ლაშავა მუშები საკუთარ სახლში ხო და მაგის მერე ლაშა თქვა მოიბზადეო და წავედით მაგნოლიაში მე და ბავშვები და ლაშა ხო და აი შარშან წინდელზე უნდა მოვიყვეთ შარშან წინ ისე მოხდა რომ კახეთიდან ჩამოიტანეს ყურძენი კახეთში ჩემო მამთილს აქვს ბაღი ანუ გურჯაანელია რა ხო და ეს მიყვარს თხლად დაჭრილი და იქ არის ბაღი და ერთი კაცი უulis მოკლედ რა და ლაშა უგზავნის აქედან თანხას მოვლისას იქ შეწამვლისას ის და მერე ამ იმას რა ქვია ნაკვეთს ნახევარზე იყოფენ და ეს მომვლელი და ის ანუ რამდენიმე პლანი მოაქვს ლაშას დანარჩენი იმისი ხო და ისე მოხდა რომ მოკლედ კრეფის სეზონი იყო სექტემბრის 18-ში გადაწყდა რომ უნდა წავიდნენ და დაკრიფონ და ეხა ყურძენი რომ მოდის ხოლმე ჩვენთან ჩვეულებრივი რთველი სიტუაცია მწვადი ქათამი რამე რუმე დაწურვა და ასე შემდეგ ხო და ვინც მიდიან ხოლმე და ეხმარებიან ხოლმე და რაღაცა რა ჩვეულებრივ ხო კეიფობთ ხოლმე მაგრად და მე მაგრად ველოდები ხოლმე ამ ყურძნის მოტანას იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს კახური ყურძენი ყველი და პური ერთად ეს სამეული აი ჩემთვის არის რა ვიცი ესეთ რაღაცებს რომ მოვაჭირ ხოლმე ნინო ჭამს ხო და ერთი სიტყვით როდესაც დაიწურა ყურძენი შეიწვა მწვადები და რაღაცა დაიწყეს კეიფი ერთი ჭიქა ორი ჭიქა სამი ჭიქა რა და ნუ მოკლედ დადგა ჯერი იუბილარის და რა თქმა უნდა ხა იმ დღისით ჩვენი სტუმრები ჩვენი ახლობლები არიან რა ერთი იყო ჩვენი ახლობელია მაგრამ ანუ რთველში ესე პირველად წავიდა რა ესე მიიხმარა და ახლო ვიცნობ ადგა ლაშა და მოკლედო ესეთი ამბავიაო და დაემთხვა რაღაცა მარაო დღესაო ჩვენს ოჯახშიო არის იუბილარიო და მოკლედ დალია იუბილარის მამის სადღე გრძელო აუ ეს კაცი წამოხტაო მაშარ და გეთქვა თუ კაი ხახო თქვენაო აბა გილოცავთო რაღაცა და კაცი კი ნახა მაბანერკაზე გაიქცა მაღაზიაში ხელცარიელი ვარ გასული იუბილეზეო და დალიეს ერთი რავი 10 წუთის მერე თუ რაღაცა როგორ ხდება რავი სადღე გძელობდი ადგალაშა თან ისეთი კაცი იყო რომ ჩემ ოჯახსაც ისმის დედა ჩემს მამა ჩემს ძმებს რაღაცა ჩემძლებს ადგალაშა და ნუ მოკლეთო ლაშა ამბობს კი დაემთხვაო ეს ყურძენიო ეს მამა ჩემის დაპატების დღე მაგრამ ეხლაო მინდაო მეორე იუბილარის სადღე გძელო მანანა სადღე გძელო დავli აუ ამ კაცს კი აღა მეორედ გავიდა ბაღაზიაში ბაბანერკაზე მაშა უნდა გეთქვა თქვი კაი ხახნო რო აქაო ამოდე ესა ორი იუბილარიაო ჰა დაგლოცა რაღაცა და მოკლედ თავს გძნობს უხერხულად რომ ანუ ერთი საჩუქრის გარშე მეორე საჩუქრის გარშე და რაღაცა და ჩვენ კვდებით ციცი ხო და მოკლედ გაუმარჯოს და დალიეს ჩემი სადღე გრძელო ჯერ ბიძინასი მერე ჩემი ხო და ერთი 10 წუთის შემდეგ ლაშა ადგა მოკლედ ხო მართალია დაემთხვა ეს ყურძნის ამბავიო და მამა ჩემის ამბავიო და ჩემი ცოლის ამბავიო და ისე იუბილარი ის ანუ რა ეს ერთმანეთსო მაგრამ
უნდა დავლიო მესამე იუბილეარის სადღი გძელო ჩემი რძლის სოფოსი. ხო და ეს იცნობს, აი იწუთას არ იყო სოფო ეხა ჩემთან რაღაც. აუ ეს კაცი კიდე მესამე ბამბანერი კაცი თქვენ მოდი გეღვეწე კიდე მითხარით ბარების დაბადების დღე. სახშიო კაცი გაგიჟებული და განერცხებულიყო. აღარ იცოდა რა იქნა. აუ კარგად ვიცინე გეფიცები რა. იმის მერე ყველასა დღე გძელოზე ესე ელოდებოდა ლაშას, რომ აბა კიდე ვიცი დაბადების დღეა რიო და მოკლედ აი ესე კარგად ვიხალისეთ და სავარაუდოდ ხვალინდებს უფრაზეც ესეთი რაღაცა იქნება და მიყვარს ყოველგეთი ჩეპები ყურება. ეხლა რას ვაკეთებ დღეს? არაფერს განსაკუთრებულს. აუ ეს ამიც და რანაირად მოჭერი ქალო. აი ამასაც ნინო შეჭა. აი პატარებს ნინო რომ შევწვა ხოლმე ნინო იმაში. კაკალიც უნდა დავამტვრიო, ესე იგი იმედარება მაგრამ არ უშო. ბადრიჯან ეხლა სანამ ბადრიჯან შევწვა უფრო სწორად. სანამ ბადრიჯანს იმას ისავს რა. დავდგა მაიონეზის მასალას. მე ამ მაიონეზს შეიტაგაიტას ვეძახი. იმიტომ რომ ვითომ აღარავინ აჭამს სუფრაზე და დეფა იღებ, მაგრამ ჩემშვილებს ძალიან უყვარს და ანუ შეიტაგაიტას კი ვეძახი, ანუ რო გაშლი და აიღებ, გაშლი აიღებ, ანუ აღარავინ უაჭამს, მაგრამ მაინც ეჭამე. ამიტომ დავდგა მაგის მასალას. მე გავასუფთავებ ბარკლებს. თევზი მოგ შესაწვილი, კიდე რა მაქვს. თავარი ბარკალი ხო უნდა შევწვა. ხო და ვიღაცა ადრე მწერდა ისაო ქათმის დაკვლა შეგიძლიაო. ხო და ეხა უბრალოდ არასასიამოვნო სიტუაცია თორე ვანახებდი რა შემიძლია. რო შეუვარდები ხოლმე სიკვდილებით საქათმეში. თვითონვე ჩამოიწმები ხოლმე მე შოქსთავზე. მე წავიყვანეო. ეცადეთ ხელები გადავიბლო. ეხა აჯარი კი არ არის. ხვალეც გავაკეთებდი, მაგრამ არ მინდა ხვალე რომ რამე ვაკეთო. ყველაფერს გავამზადებ დღეს. სულ ყველაფერს. რადგან ადრე მოვედი ცოტა სახლში, ყველაფერს გავაკეთებ დღეს. იმ ოთახსაც კი, არაფერია ისეთი, მაგრამ მოვავლებ ხელს იქ. არც ამტვერი იქნება რაღაცა ის, სადაც უნდა გავშალოთ. დაბლექსაკე იქ ოთახში შევით ხოლმე. ხო და დღეს კი ვიცი კარგა მაგრად დავიღლები, მაგრამ მირჩევნია ყველაფერი დღეს გავაკეთო და ხვალ სავარაუდოდ ლაშა მითხრა რომ მე იმას ვიზავო მაქვია კრებაზე ხო ვარ მიწვეული ნინოს კრებაზე და სავალდებულოა არ ვაცდენ რა სანამ იოანეც ნინოს თოლი იყო არც ერთი კრება არ გამიცდენია მე მე-11 კლასში განგებ აღარ მივდიოდი ხოლმე იმიტომ რომ წესითვისთვისაც მასწავლებელი მაშვებოდა ხოლმე კრებას ნიშნავდა ისინი არ მოდიოდნენ ხოლმე და მეც აღარ მე ის გამიჩნდა პროტესტის ნის და მეც აღარ მივდიოდი აი ასე იმედი მაქვს მოვაკისა წყალიც რომ ცოტა თანდათან სარეცხით შევყარო დღეს არ ვაპირებდი ჩემი სამუშაო ტანსაცმლის წამოღებას რადგან გუში წავიღე და ანუ არ დამისვრია არაფერი რა და მეთქი იქით მეორეო შაბათი სამშაბათი ოთხშაბათი ჩვეულებრივ მეყოფა და რაღაც ხო და წეღან სკუმბრია ქონდა დასამუშავებელი ამ დასამუშავებელს ნიშნავს რომ თავი უნდა მოაჭრა იქ მოაცალო ლაყუჩები და გამოწლა გამოასუფთავო გარეცხო და მე ბიჭებს შეაქვთ მაცივაში დასამარილებელი და ფართო კი ავიკეთე და ეგეც კი სუფთად გავაკეთე რომ არ დამსროდა რა არაფერი და რაღაც მაგრამ მე თევზიანი წყალი რო იტყვენ აი გადავივლე და წამოვიღე და ბარემ მაგებს დავრეცხავ ეხა გავრეცხავ რას გავრეცხავ მაიონეზის მასალას და დავიწყებ ნენლა რამე რუმეების გაკეთებას თქვენ დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე და რა ვიცი სადღაცას ალბათ შემოგიერთდებით კიდე რა ან წოლი არის ან იყუდებული ან რაღაცა აუ ბარბარე მიადი დასკა რაღაცა პოზაში წავედი ახლა და მე კიდე ფეხშონა მოგადადიხარ აქ არის ყველაფერია გასასუფთავებელი ამიტომ გადი გარეთ
სანამ ყველაფერს არ მოვშევი და ბოლოს გასს არ ჩავაქვებ, გამწოვიან ყველაფერთან გავღეხავ, იატაკს არ ვეხები. ასე რომ აბა ჰე. კარგად.